სულის თარაზო, ასე ჰქვია ეთომონასელიძის ახალ პოეტურ კრებულს, რომელიც ახლახან გამოიცა. კრებულის შესახებ უფრო მეტს ავტორთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ჩვენ გადაცემის სტუმარია. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა. გილოცავთ, რა თქმა უნდა, ახალი წიგნის გამოცემას და თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ამ პრეზენტაციის შესახებ უნდა გკითხოთ, როგორ ჩაიარა, რა მოლოდინები ჰქონდათ, რამდენად გამართლა და როგორ იყო დამსწრე საზოგადოების შეხვედრა ახალი კრებულის. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. მივესალმები ასევე თქვენს მაყურებელს, რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, რომ აი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ზოგადად აი ამ პრეზენტაციამ და ზოგადად ეს წიგნი არის ჩემთვის პატარა დღესასწაული და სასწაულის. ჯერ იმიტომ, რომ როდესაც 20 წლიანი, 25 წლიანი პაუზა მქონდა შემოქმედებითი პირველი წიგნის გამოსვლიდან, ზუსტად 90-იან წლებში გამოიცა ეს წიგნი. და ეს რაც ამ წიგნში არის შესული, თითქმის სულ ორ თვეში არის შექმნილი ეს წიგნი და ესე მეგობრებს უზიარებდი და ესე ჩემმა მეგობარმა დააკაბადონა, ასე ვთქვათ, ამ გაზიარების პროცესში ეს და სრულიად უსასყიდლოდ გამოსცა ასე ერთ-ერთმა გამომცემელმა ეს წიგნი და მეც გადავწყვიტე, რომ შემეწირა ტაძრისთვის შემოსული თანხები, თუმცა თანხა არ დაგვიდია და პრეზენტაციაზე აი თითქმის 85% გაიყიდა, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ფასი არ ედო ამ წიგნს და შეიძინეს, ასე ვთქვათ. და ამ თანხით ავტომატურად თანამონაწილეები გახდნენ ყველა ზეგაანის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დაიწერება ხატი და აი ამ ხატისთვის გაიღეს, ასე ვთქვათ, ეს თანხა და ესე უცნაურად არნაი სასწაულებრივად დაიწერა და დაიბეჭდა და გამოიცა ეს წიგნი და ძალიან ბევრი სტუმარი მყავდა, ძალიან ჩემთვის ძალიან მონატრებული ადამიანები. და აი რა გითხრა, დღემდე ემოციებს ვერ მალავ, დღემდე ვარ აღტაცებული სათაურის შესახებაც გითხარით, ძალიან საინტერესო სათაური აქვს თავად ამ კრებულს, სულის თარაზო. სულის თარაზო ეს არის ლექსიდან ამონარიდი, მაგრამ აი შესავალში ძალიან შევეცადე ამეხსნა, რატომ დავარქვი სულის თარაზო, რომ ეს არის აი წაგიკითხავთ, ეს არის ჩემი რწმენა, ჩემი შინაგანი საზომი. ჩემი შინაგანი ხმა და საზომი, ეს არის დაცვა სიმრუდისგან, ეს არის სიფრთხილეც, შიშიც და აღტაცებაც, ეს არის სწორებაც და შესწორებაც უპირველესად საკუთარი სახლის კედლების და საკუთარი ქმედებების. ამიტომაც წერ ერთგან კედელს, რომელიც ხანყრუა და ხან აქვს ყურები, მე მას ვენდობი და ვეყრნობი ასე ცალსახად. აი ესეთი და თვითონ ლექსი არის ჩემს შვილს მიუძღვენი ეს სულის თარაზო. აი ესე იწყება, როცა ოცნება ჩამოიშლება ირეალური ტკივასხეული, უნდა მოძებნო სულის თარაზო, უნდა მოძებნო ისევ შვეული, გამოასწორო კუთხე წარსულის, დამომავალთან გადოხარიხა, ეზოში ჩარგოია სამანი და დღე აქციო ლამას თარიღად და ასე შემდეგ, ნუ გრძელდება, ეს ვრცელი ლექსი არის და ხო, აი ესე რაღაცა მოკლედ რა შეიძლება მეთქვარი. ზეგაანის მონასტერი ახსენეთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ გვერდით დრომა მისი წინამძღვრის, რომელიც გვერდით დაგიდგათ ამ ზეგაანის კრებულის გამოცემაში. კი, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს წიგნიც ჩემი სულიერი მოძღვრის მამა სერაფიელის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, როდესაც პირველი ლექსი გავუზიარე, მაკურთხა და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო და აუცილებლად უნდა გამოსცე ეს კრებული და ზუსტად ზეგაანის წინამძღვარია ჩემი სულიერი მოძღვარი და ასე ვთქვათ, მასთან ერთად შეთანხმებულად გამოიცა და დაიბეჭდა და ის ყველა ნაბიჯი ჩვენ ერთად გავიარეთ და თუ შეიძლება აი მე მაგალითად ჩემ სულიერ მოძღვარზე მაქვს ერთი სიამოვნებით მოვისმენთ ლექსის საკითხს თუ აპირებთ, ხო? კი ბატონო. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ლექსს და მოვასწრებთ ჩვენს მაყურებელს. მამა სერაფიელს აქ წამზღარებული აქვს თუ ღმერთი არ აშენებს სახლს, ამაოდ ირჯებიან მუშაკნი, თუ ღმერთი არ იცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. მე საფლავი ვარ შეფეთქილი, სავსე ვარ ძვლებით, მკვდარიც ვარ, ბრმაც ვარ და ჯერ კიდევ მაინც ცოცხალი. ბაბილონიდან შემიძლია თავის დაღწევა, იქ გასასვლელთან მელოდება ჩემი მოძღვარი. დამლოცე ღმერთო და დამლოცე ჩემო მოძღვარო, ლექს წარუმძღვარე უფლის სიტყვები დაფიად. იქნებ გადარჩეს ჩემი სახლი ასე ნაგები, ყველა გუშაგი ვერ შეხვდება თურმე განთიაც, სიცოცხლის წყაროს აღმოაჩენ სადაც არელი, სულ მახსენდება უდაბნო და ძველი ბერშება, რაც ჩვენ გონია დასაწყისი, დასასრულია. სცენა არ არის, მაგრამ
ფარდა მაინც ეშვება მე ფარდის მიღმა დარჩენილი მონანული ვარ დავიდრე სული უფსკრულებში გადაეშვება გთხოვ კიდევ ერთხელ წამიკითხო შენდობის ლოცვა რომ უნებლიეთ არ შეიპყრონ სული ეშვებმა მე საფლავი ვარ შეფეთქილი სავსე ვარ ძვლებით მკვდარიც ვარ ბრმაც ვარ და ჯერ კიდევ მაინც ცოცხალი ბაბილონიდან შემიძლია თავის დაღწევა და გასასვლელთან მელოდება ჩემი მოძღვარი. შესანიშნავია, ძალიან დიდი მადლობა და საინტერესოა ასევე აი პრეზენტაციაზე ახსენეთ რომ დაიტაცეს წიგნები, შესაძლებელია თუ არა ისევ და სად არის შესაძლებელი რომ შეიძინოს დაინტერესებულმა თქვენი წიგნი. იცით რა არის ან თქვენ პირადად უნდა შეგეხმიანოთ თუ როგორ ხდება მისი რეალიზაცია. შემიტანია, იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელად გაიყიდეს არ წაიღეს ეს წიგნი რომ თითქმის ძალიან ცოტა დამრჩა და არ ვიცი ალბათ სავარაუდოდ გონია რომ ისევ გამოვცემთ ალბათ ამ კრებულს არ ვიცი აი სრული აშლაგი ჩაიარა. ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის ჩემი შვილის გაფორმებულია, ერთ-ერთი შვილის, რომელიც ამ ღონისძიების თანაწამყვანი იყო ჩემს მეუღლესთან ერთად, რაღაცა ისე გამოვიდა ოჯახური გარემო იყო ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა იმღერა, ასე ვთქვათ, ესიც კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, გაალამაზა მუსიკალურად გაგვიფორმა ეს საღამო და აი მთლიანობაში რაღაცა ესეთი ოჯახური ძალიან ესეთი საღამო გამოგვივიდა და აი ალბათ ფოტოებში ჩანს არ ვიცი ის შესანიშნავი საღამო ხო ნამდვილად. მიჭირს ახლა ჩემ საკუთარ შეიძლება სხვა ლექსების შინაარს ძირითადად რა თემატიკის არის ეს ძირითადად არის ბიბლიური პერსონაჟები და დღევანდელობა აი ესეთი ტიპის ლექსები არის და რა ვიცი აი შევეცადე რომ რაც მაქსიმალურად გადმომეცა ეს ჩემი შინაგანი სამყარო რაც პირველი კრებულისგან რამდენად განსხვავებულია და რამ განაპირობა ეს სხვაობა? არ ვიცი, ალბათ კი, პირველი კრებულისგან ძალიან განსხვავდება, ეს სრულიად სხვა თემატიკა იყო და ალბათ ეს თემატიკა გამოიწვია და განაპირობა ზუსტად ჩემს სულიერ მოძღვართან ურთიერთობამ, ტაძართან ურთიერთობამ, ჩემი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად დავდივართ სულ ტაძარში და იქ მოსმენილი, იქ მიღებული ემოციებია და ის განცდები არის გადმოცემული. 20 წლიანი პაუზა ახსენეთ და რთულია ალბათ სამომავლო გეგმებზე კითხო შემოქმნეთ და როგორ მოხდება ეს თავად შემოქმედმაც არ იცის, მაგრამ მინდა მაინც კითხოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არაპირებთ რაჩერებას. იქნება თუ არა მომდევნო და მომდევნო გამოცემები. იმდენად უცნაურად წარიმართ, ანუ ის 20 წელი გავჩერდი 20 წელზე მეტი და ეხლაც არ ვიცი, ეხლა ძალიან ბევრი ლექსია, რომელიც არ არის შესული ამ კრებულში. სხვათა შორის კი და კიდევ ეს ლექსი სხვათა შორის არის რაც პირველი ლექსი რაც წავიკითხა, ესეც არ არის შესული კრებულში და ამ კრებულის გამოცემიდან დაახლოებით აი ერთ თვეშივე უკვე 50 ახალი ლექსი იყო შექმნილი და მე მგონი მეგობრები მეუბნებიან დრო არის ახლა ისევ ახალი კრებული გამოცეთ და არ ვიცი პირველ რიგში მე ჩემს მეგობრებს უზიარებდი ხოლმე და იცით როდის მივხვდი რომ ეს ძალიან განსაკუთრებული შეიძლება ყოფილიყო როდესაც მე ამ ლექსებს უზიარებდი უმეტესობა ჩემი მეგობრების ახლობლების მიბრუნდებოდნენ ტირილით ცრემლებით რაღაცა ისეთი ემოციები იყო რომ აი არ ვიცი და გუშინდელ საღამოზე სხვათა შორის ძალიან ბევრი სტუმარი იყო რა თქმა უნდა თქვენ ალბათ თვალსადევნებდით სურათებით, ფოტოებით და სხვათა შორის ნინო კანდელაკი ფსიქოლოგიის სტუმარი იყო ერთ-ერთი გამომსვლელი და მან თქვა რომ თითქოს აი ამ ლექსებით რაღაცა შეიცვალაო დღესო და რაღაცა ძალიან დაუკავშირე კიდევაც ერთ-ერთ ჩემ ლექსს რა ლექსია თუ არაფერს არ ცვლისო ასე მთავრდება ეს ლექსი და მე ძალიან გამეხარდა რომ იმ დარბაშივე რაღაცა შეიცვალა თითქოს და ძალიან თბილი გარემო იყო რა თქმა უნდა ის დამსწრე საზოგადოებამ შექმნა ესეთი იმ სტუმრებმა ვინც იქ იყვნენ დედა ბარბარე და დედა თეკლე ჩემი სტუდენტობის მეგობრებიც ესწრებოდნენ ასევე ორივე იღუმენი არის და ეს იყო აი რაღაცა განსაკუთრებული საღამო დღემდე ვერ აი ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი რომ დღემდე ისე ვიქوار თითქოს შარჩენილი. დარწმუნებული ვარ ეს შთაბეჭდილებები კიდევ დიდი ხანი გაყვებათ როგორც თქვენ ასევე იმ საზოგადოებას რომელიც ესწრებოდა და ასევე მათ ვინც იხილავს ამ კრებულს და გაეცნობა თქვენს პოეზიას და ჩვენ შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთი ლექსი რომ დაგვიტოვოთ და ამით არ გიმშვიდობთ. კი ბატონო. მოგისმენთ სიამოვნებით. აი კი ბატონო.
ეს ლექსი მიყვარს ძალიან. ჯერ უნდა ჩადგეს ქარიშხალი ზღვა რომ დაწყნარდეს, ვეშაპის მუცელს დააღწიოს თავი იონამ, გადაარჩინოს სინანულმა გრევას ნინევი, ჩვენ კი რატომღაც ყველაფერი გვინდა იოლად. 10-დან 1 კეთროვანი იტყვის მადლობას, ვინ არის მეტი ან ვინ არის მათზე ნაკლები, შევიმოსებით, გავმდიდრდებით, წელში სწორდებით, ბოლოს კი მაინც ნემსის ყუნჩი ძვრება აქლემი, ვეშაპის მუცელს დააღწია თავი იონამ, ჩვენ კი რატომღაც ყველაფერი გვინდა იოლად. ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად მომდევნო გამოცემით გელოდებით ჩვენთან სტუდიაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი ხაუტადი ეთომანესელი.